გამშვიდობისა, მოკლედ დღის იმ მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. მეცხრე არხის კამერებმა მესტიაში გაურკვეველი დანიშნულების სამხედრო ბანაკი გადაიღეს. იქ, სადაც ტურისტული მარშრუტები, ამჟამად სამხედრო პიკაპები და შეარაღებული ადამიანები მოძრაობენ. ჟურნალისტებს შლაგბაუმების იქით არ უშვებენ, სამხედრო პოლიცია კი კომენტარს არ აკეთებს. 9 საათზე ადგილი მესტიაში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა სამხედრო ბაზა. დღის მთავარ გამოშვებაში მანდატურების ახალი მისია, როგორ აკომპლექტებენ საარჩევნო კომისიებს. თბილისის საჯარო სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებში კომისიის წევრები, მანდატურები, დირექტორები და სკოლის მასწავლებლები იქნებიან. რა მიზანს ემსახურება მათი შეყვანა საარჩევნო კომისიებში და გვაქვს თუ არა საქმე ინტერესთა კონფლიქტთან. 9 საათზე მეცხრე არხისთვის ხვირწინ მიკეტილი სკოლის კარები. როგორ მუშაობს სახელმწიფო მანქანა არჩევნების წინ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. დევნა პოლიტიკური ნიშნით არაპროპორციული სანქციები, სახელმწიფო რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა ეს და სხვა დარღვევები, რომელიც ანგარიში აისახა ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში. ყურძნის უხვი მოსავალი კახეთში და ქარხნები, რომლებიც ყურძენს არიბარებენ, სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მოსახლეობას დაგვიანებული რთველის გამო მოსავალი უფუჭდება. 9 საათზე სპეციალური ცნობა, რომელსაც გლეხებს თხოვენ და რომლის გაცემასაც სოფლის რწმუნებული აგვიანებს. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9 საათზე მეცხრე არხზე მედროებით გემშვიდობით, მადლობა.